გამარჯობა ყველას, მე მქვია ოფიცერი ჩაკი და მე ვმუშაობ კამპუსში. მე ვიყიდე კამერა კამპუსის შესახებ ვიდეოების გადასაღებად და თქვენთვის, ვინც ჩვენი გამომწერები ხართ, ასე რომ მოიწონეთ ვიდეო ახლავე და გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ ჯერ არ გამოგიწერიათ და აწკაპუნეთ ზარისხილაკზე. ახლა მე გაჩვენებთ ჩემს სამუშაო ადგილს. ეს არის ჩემი საყვარელი სკამი, რომელზეც ძალიან მიყვარს ძილი. უბრალოდ მენდის არ უთხრათ ამის შესახებ და აი ეს არის ჩემი მონიტორი. მე მაქვს ვიდეო სათვალთვალო კამერები, მოზარდების გასაკონტროლებლად, რომ არაფერი დააზიანო. ეს მნიშვნელოვანია. და იმისათვის, რომ უცნობი პირები არ შემოიჭრნენ კამპუსში. ჩაკ, ხომ არ დავაგვიანეთ? ესენი ჩვენი პატარა საუკეთესო გოგონები არიან. ისინი ყოველთვის აგვიანებენ გაკვეთილზე. და გაგვიანდათ გოგონებო. ზარი უკვე დაირეკა. არა, ჩვენ შარში ვართ. სწორედ ასეა, ყველაფერი კამერაში მაქვს ასახული. ჩაკ, არ უთხრა მისტერ მაქს, ძალიან გთხოვ რა. ნახოთ რას დაწერენ ჩვენი გამომწერები კომენტარებში. ამის მიხედვით გადავწყვეტ. გთხოვთ დაწერეთ კომენტარებში, რომ ჩაკმა არ ჩაგვიშვას, წავიდეთ სანამ მაქსი დაგვინახავს. კარგი, გავაგრძელოთ. მე გაჩვენებთ რას აკეთებენ ამ დროს სხვები. უთხარი ჩვენს მეგობრებს, რომ წავიდნენ აქედან. მთელი დღეა კუჩი და ყვებიან. ბიჭებო, წადით გარეთ, კალათბურთის სათამაშოდ არ შეიძლება? გარეთ წვიმს. ყოველთვის ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე, როცა წვიმაა. და მე კი ხელი მტკივა კონკურსის შემდეგ. არიცი? წახვიდეთ კაფეში და დალიოთ ცხელი შოკოლადი მარშმელოუსთან ერთად. მე არ მიყვარს მარშმელო. მაშინ არ ვიცი, დალიე მარშმელოუს გარეშე. ვერ გავიგე ბენს. გინდა რომ გაგვყარო? ზუსტად, ლორასთან დალაპარაკება მინდა. თქვენ კი გვაწუხებთ. კარგი მეგობარო, ჩვენ არ შეგაწუხებთ, ჩვენ აი ესე ჩუმად დავსხდებით. სულელი ხარ? ვერ გაიგე? გსურთ ცოტა დრო გავატაროთ მარტოებმა ერთმანეთთან. სულ ჩვენთან ერთად უნდა იყოთ? თავიდანვე ასე უნდა დაგეწყოთ. წავიდეთ და აქ მოღალატე. ისინი წავიდნენ და ჩვენ შეგვიძლია ცოტა დრო გავატაროთ ერთმანეთთან. რის თქმას აპირებდი? იქნებ იმის, რომ მე ვარ მსოფლიოში საუკეთესო ბიჭი. დიახ, ზუსტად ამის თქმა მინდოდა, ბენ. შენ საუკეთესო ბიჭი ხარ. თქვენ ახლა ჩემს vlog-ში მოხვდებით. მიესალმეთ ჩვენს გამომწერებს. რა ჩამდაბა ხდება აქ, ჩაკ? რატომ გვიღებ კამერით? არ გითხრეს, რომ კამპუსში კოცნა აკრძალულია? არასოდეს მსმენია ამის შესახებ. ეს არავის უთქვამს ჩემთვის. წაიღე შენი სულელური კამერა. წავიდეთ ბენს. კამპუსში მშვიდად ჯდომა არსად არ შეიძლება. წავიდეთ. ვაუ, რა მაგარი ვიდეო მაქვს. მიდი. რატომ დამიძახეთ მისტერ მაქს? განრიგი უნდა შევცვალოთ. თასვი ჭადრაკის წრე ფიზიკური აღზრდის წრის ნაცვლად. ჭადრაკი? ჭადრაკი ფიზიკურ აღზრდაზე უკეთესია და ცოტა ტვინიც გაავარდიშონ მოზარდებამ. ყველა გენიოსი ადამიანი ძალიან კარგად თამაშობდა ჭადრაკს. და შენზე რა სიტყვი? შეგიძლია ჭადრაკის თამაში? რა თქმა უნდა, შემიძლია. მე გენიოსი მასწავლებელი ვარ. ჰეი, გამომწერებო, ჩვენ მისტერ მაქსის ოთახში ვართ. ეს მისტერ მაქსია. მენდიც აქ არის. მენდი ჩემი პარტნიორია. ჩაკ, მილიონჯერ გითხარი. მე შენი პარტნიორი არ ვარ. ნუ გააფუჭებ ჩემს ვიდეოს, მენდი. უბრალოდ მიყევი ჩემს მითითებებს. თქვი რომ ჩემი პარტნიორი ხარ რა? კარგი? გამარჯობა კამპუსის გამომწერებო. მე ჩაკის პარტნიორი ვარ. ჰეი, მაქს, მიესალმე კამპუსის გამომწერებს. შეწყვიტე ჩემი გადაღება, ჩაკ. მე გითხარი შეწყვიტე გადაღება. გადაღება აკრძალულია კამპუსში. შენ გააფუჭე ვიდეო, მაქს. მთლიანი დღის vlog-ი ჩამიშალე. თავიდან უნდა გავაკეთო ყველაფერი. სათიშოვე ეს კამერა, ჩაკ. ამას უკვე აღარავინ იყენებს გადასაღებად. ახლა ყველა იღებს iPhone-ით. ეს კამერები თქვენს Android-ებზე და iPhone-ებზე ბევრად უკეთესია. ჩასაწერი კასეტაც კი აქვს. თქვენს ტელეფონებს აქვთ ესეთი? აქ ხართ მისტერ მაქს. მენდი გაიწიე? რა ხდება ფაზლ? კარგი, ჯობია რომ წავიდე. მისტერ მაქს, მე უკვე დავიღალე, უგუნდოთ ყოფნით. რას გულისხმობ? და რაც შეეხება ლუზერებს? არ მინდა მათ გუნდში ყოფნა, რადგან მე ლუზერი არ ვარ. დამაბრუნე კალათბურთელთა გუნდში, ან კამილთან მაინც გამაწევრიანი. არ შემიძლია ფაზლ, კალათბურთელებს არ სურთ შენი დაბრუნება. რასაკეთებ ჩაკ? შეწყვიტი ამ ნივთის ჩემს ხვირწინ ტრიალით. რა უხეში ხარ ფაზლ? ეს არის ვიდეო კამერა.
მე ვიღებ ვიდეოებს ჩვენი გამომწერებისთვის. მიდი, შენც მიესალმე მათ. კარგი, მაშინ შემიძლია გავხდე კამილის გუნდის ნაწილი მაინც. კარგი, დავიღალე უკვე შენით. გამანებე თავი, გაიწიე ჩაკ, შეწყვიტე ჩემი გადაღება. გითხარი შეწყვიტე მეთქი გადაღება. ამ ყუთებს აღარავინ იყენებს გადასაღებად. ყველას აქვს iPhone ან Android. და მე ამ კამერით გადავიღებ. რა მოხდება თუ იმ ახალ გოგონებს დავუახლოვდებით, თუ გამოგვივალ და მათ დავუახლოვდებით, შეყვარებულებიც გვეყოლება. გამარჯობა გოგონებო. გამარჯობა ბიჭებო. მოწყენილები ხართ? ჩვენ შეგვიძლია გაგიმხიარულოთ თუ თქვენ ეს გინდათ. აბა რას გვთავაზო? ჩვენ გვპატიჟებთ ბენსის ლონგბორდზე სასეირნოდ. უბრალოდ არ უთხრათ მას. მან ეს არ იცის რომ ჩვენ მოვიპარეთ. კარგი ბიჭებო. აბა წავიდეთ? მოდი ვისრიალოთ ლონგბორდზე. შენი ჯერია ბუშტო. კარგი, მე ადამიანი ვარ? არა. ცხოველი ვარ? არა, არ ხარ ცხოველი. მე ვარ ანიმაციური გმირი? არა, შენ არ ხარ ეს. უფრო მეტად ვიტყოდი რომ შენ ხარ ერთგვარი ნარჩენი პროდუქტი. ფრეშ, შეგიძლია სწორედ ამიხსნა? ნუ ლაპარაკობ როგორც სულელი ბიჭი. შენ თვითონ ხარ ნაგავი. და ესენი არიან ჩვენი ლუზერები და მათ სხვა არაფერი მოაქვთ გარდა პრობლემებისა. მასწავლებელ მაქს მე ახლავე ყველაფერს მოუყვები. ბუშტო, შენ შუბზე გაწერია რომ განავალი ხარ. ეს მართალია. ჰეი მეგობრებო, აბა მიესალმეთ ჩვენს გამომწერებს. ეს რა ჯანდაბაა, ჩაკ. ეს არის ვიდეო კამერა. მე ვიღებ vlogs ჩვენი გამომწერებისთვის. მე მათ უყვები ყველაფერს ჩვენ კამპუსზე. თუ ვიდეომ 100,000 მოწონება მოაგროვა, გადავიღებ კიდევ ერთ ვიდეო, სადაც კარადაში ჩაკეტავ და შუქებს ჩავაქრობ. ოჰო? არც იფიქრო რომ ასე მოხდება. შენს ვიდეოს 100,000 მოწონება ვერ ექნება. კარგადაც ექნება, ჩვენს გამომწერებს ვაჩვენებს საიდუმლო ოთახს, რომელიც ჯერ აქამდე არავის უნახავს. შენ არ შეგიძლია გამჟღავნო კამპუსის საიდუმლოებები. მე შემიძლია, იმიტომ რომ მე ვარ ოფიცერი ჩაკი. კარგი, ჯობია წავიდე. და ჩემი ვლოგი სადმე სხვაგან გადავიღო. ჯანდაბა, ცოტა მეშინია. მე საერთოდ არ მეშინია. არ ინერვიულოთ გოგოებო, ყველაფერი კარგად იქნება. 1, 2, 3. და ეს არის ჩვენი კამპუსის დერეფანი. და ასე მხიარულობენ მოზარდები, თუმცა მე ვუთხარი მათ რომ სკეიტბორდი აკრძალულია კამპუსში. ჩაკ, ჩვენ ვიცით რომ წესებს ვარღვევთ. ოღონდ გოგონებს ნუ გაუბრაზდები რა. კარგი, ახლა წავიდეთ აქედან. არ გააფუჭოთ რა ჩემი ვლოგი. მოდი ახლა სხვა რამეს გაჩვენებთ მეგობრებო. მისტერ მაქს, ისინი აქ არიან, გაჩუნდი ფაზლ, მე თვითონ გავარკვევ. აქ დარჩი. ჰეი, შეწყვიტე გადაღება. გამარჯობა მეგობრებო, როგორ მიდის თქვენი ვარჯიში? და ეს არის ჩვენი სპორტული დარბაზი, სადაც ჩვენი თინეიჯერები ვარჯიშობენ. ისინი ასევე თამაშობენ ჩოგბურთს. სხვადასხვა გაიცანით, ეს კამილია და ეს ნაისია. არის კიდევ ერთი ბიჭი, სახელად ჰალკი, მაგრამ ის ახლა აქ არ არის. ხო, მართლა, და სად არის ჰალკი? მას მუცელის ტკივა. მოშორდი შენი კამერით, ჩაკ. ბიჭებო, კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის, იცით? რა ამბავი? თქვენი გუნდი იზრდება. მაგრამ ჩვენ არავისთვის გითხოვია ჩვენი გუნდის გაზრდა. ხო, ჩვენი შედაც კარგად ვართ. ეს ვიცი, მაგრამ თქვენ კიდევ უფრო უკეთესად იქნებით. მოკლედ, ფაზლი უერთდება თქვენს გუნდს. აბა, მოდი ფაზლ, მოდი აქ ფაზლ. მე გითხარი შეწყვიტე გადაღება მეთქი. ო, მისტერ მაქს, არ მინდოდა მათ გუნდში შესვლა, მაგრამ კარგი, ასე იყოს. 5 წუთის წინ მეხვეწებოდი რომ მათ გუნდში გამეწევრიანებინე. შენ უკვე მაწუხებ ჩაკ. ჩვენ ფაზლს არა ვიყვანთ ჩვენს გუნდში, იცით მისტერ მაქს. ის უბრალოდ ამპარტავანი ბიჭია. ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ხალხი. რას ლაპარაკობთ ბიჭებო? ასე საერთოდ არ არის. მე ახლა ბევრად უკეთესი გავხდი.
ჰეი, ეს ნახეთ მეგობრებო, ფაზლი ადრე მაგარი ბიჭების გუნდში იყო. ახლა კი ლუზერებთან ერთად არის, შეხედეთ. ნუ მოატყუებ შენს გამომწერებს. მე არასოდეს ყოფილ ვარ ლუზერი. ჰეი, ის იტყუება, ნუ უსმენთ მას. მე ვწყვეტ, ვინ ვის გუნდში იქნება კამპუსში. მიიღეთ ის თქვენს გუნდში. მე დავიხალე უკვე ამის მოსმენით. ჰეი, დამელოდე მაქს, მივესალმოთ ჩვენს გამომწერებს ბიჭებო. გამარჯობა გამომწერებო. წადი აქედან. კარგი, წავედი. ფაზლ, გაფრთხილებთ, ჭკვიანად მოიქეცი. თუ ძველებურად გააგრძელებ, ინანებ რომ მაქსმა ჩვენს გუნდში გადმოგიყვანა. ნუ იდარდებთ მეგობრებო, კარგად მოვიქცევი. აბა მეგობრებო, მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. თვალი ატევნეთ ჩვენს სერიებს. ყველას ნახვამდის.